იცოდით, რომ 1992 წლის ორთებერვალს თბილისის ცენტრში ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ აქციაზე ათობით მოქალაქე დაჰყურეს. 2 თებერვალი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, ტრაგიკული და მივიწყებული დღეა. დღე, როცა შეუიარაღებელ და მშვიდობიან მანიფესტაციას სამხედრო საბჭომ ცეცხლი გაუხსნა. ყველაფერი იანვარში დაიწყო, როცა დედაქალაქში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ქვეყანას კი ჯაბა იოსელიანის მხედრიონი და თენგიზ კიტოვანის გვარდია მართავდა. საპროტესტო აქციაზეც პირველად სისხლის 3 იანვარს მეტროსადგურ დიდუბესთან დაიყვარა, როცა მიტინგზე მოულოდნელად მანქანები შეიჭრნენ და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ნიღბიანმა ახალგაზრდა კაცებმა ცეცხლი გახსნეს. სისხლიანი იყო 6-7 იანვრის მიტინგებით თამარ მეფის გამზირზე. 1992 წლის იანვრის დასაწყისში პრეზიდენტად არჩევიდან სულ რაღაც 7 თვის თავზე ზვიად გამსახურდია თავს ბუნკერში აფარებდა. 6 იანვრის დილას 2 სავსე ავტობუსითა და მსუბუქი ავტომობილებით საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა თანამოაზრეებთან ერთად ქვეყანა დატოვა. Our president will come back very soon. პარალელურად კი მთელი იანვრის განმავლობაში არ ცხრებოდა ზვიადის მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი აქციები. 1 თებერვალს ვაგზლის მოედანზე დაახლოებით 200,000 დემონსტრანტი შეიკრიბა და დაიძრა რუსთაველის მოედნისკენ. იმავე დღეს ჯაბა იოსელიანმა განაცხადა. ადგილზე დაიხორიტება პროვოკატორი და გასამართლება საერთო იმას. და ის უკვე მორჩენილია. ვინმეს თუ გონია რომ დემოკრატია არის ლობიოობა, ლობიოობა არ არის დემოკრატია. და ჩვენ ვანახებთ რა არის დემოკრატია. 2 თებერვალს დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ ვაგზლის მოედანზე და დაიძრნენ რუსთაველისკენ. გაზეთი 7 დღე წერდა. მომიტინგეებს დაუპირისპირდნენ თბილისის კომენდატურის წარმომადგენლები. წყლის ჭაოს მოხდა ცეცხლსასროლი იარაღით. ოფიციალური თუ არაოფიციალური ცნობებით, იანვრის მიტინგებზე მოკლეს 5-მდე დემონსტრანტი და დაიჭრა 30-მდე ადამიანი. 2 თებერვალს მოკლეს 23-დან 50-მდე დემონსტრანტი. დაიჭრა 180-ზე მეტი. 1992 წლის იანვარ-თებერვლის მოვლენებზე ვრცლად წაიკითხეთ ჯეო პროტესტ წერტილი 2-ზე. პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 1991 წლიდან 2025 წლამდე საქართველოში მომხდარ მასშტაბურ თუ მცირე პროტესტებს.